დუბლი ვნახეთ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ეტრიკიო. იმედი ასეც იქნება ბიძინაშვილი. პასის დრო მოვიდა, თუმცა ტექნიკურია ბიძინაშვილი ინარჩუნებს ბურთს თავად გადაწყვეტა. ბიძინაშვილი! 0.13 წუთზე ქუთაისის დარბა ხსნის ანგარიშს. შესანიშნავად ითამაშა ირაკლი ბიძინაშვილმა. ის რაც აერივით გჭირდებოდა, მაშინ როცა მეტოქეს სწრაფ გოლზე აკეთებდა აქცენტს, მაშინ როცა მათი მთავარი ამოცანა რამენაირად გოლის გატანა იქნებოდა, ჩვენ ვთქვით რომ ერთადერთი შანსი რაც ტორპედოს იქნებოდა კონტრშეტევები და ამ კონტრშეტევების მაქსიმალურად გამოყენება. რაც მოხდა და იმის შედეგია რომ ახლა ბიძინაშვილი ქუთაისის ტორპედოს ქომაგებთან ერთად გოლს ეიმობს. 5-3 ორი მატჩის ჯამში. ეს უკვე სოლიდური უპირატესობა. ქუთაისის ტორპედოს ერთგული გულშემატკივრები ჯუნგლები, რომლებიც ყველგან დაყვებიან თავიანთ საყვარელ კლუბს და შიმკენშიც არიან მცირეოდენობით, მაგრამ მაინც წარმოდგენილები. კიდევ ერთხელ ბიძინაშვილის შესანიშნავი ისე რომ საჯარიმოს შესულიყო და დაეკიდა შორეული ძელი. ეს გადმოკიდება ვნახოთ ევერტონი შესანიშნავად ითამაშა აკვირკველიამ ბურცე ამისკენ ჟესტიკულაციით მიუთითამან არბიტრთა რა იმედია მეორე ყვითელი ბარათია არ ვიცი რა მოეჩვენა აქ არბიტრს წარმოუდგენელია რა მოეჩვენა ჩვენ ველოდებით გამეორების ნახვას მაგრამ მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა გსურდა კვირკველიასთვის იმის გამო რომ ასე დამაჯერებლად ითამაშა ბურცე სად დაინახა იქ ფეხზე თამაში ჯარიმა არბიტრმა ძალიან ძნელი სათქმელია მაგრამ სამწუხაროდ ამ ვითარებას აღარაფერი აღარ შეცვლის და სამწუხაროდ ქართული გუნდი რჩება 10 წუთით ვარიც არ არის შეეხო ოდნავ სოლომონ კვირკველია დაპირისპირების შემდეგ ბევრი რამ ორივე მხარეს შეიცვალა თუმცა ვნახოთ რა იქნება ახლა პირველი მატჩი კვიპროსში შედგება იქამდე არა ჟუავეკი დარტყმა მაინც გაგვიტანა ორდაბასმა როგორც იქნა აი ამ ჩაწოდებებს შედეგი მოაყოლეს შესაძლოა კონცენტრაციის დეფიციტი საქმე ბოლომდე მიყვანილი ეგონათ 96 ნახევარი წუთი გავიდა უკვე დამთავრების დრო არის ნადარაიას გამოვა კიდევ ერთხელ ანტიჩი ბურთით საჯმა უნდა დახედოს საათს უნდა დაამთავროს არბიტრმა თამაში ოთოგოშაძე და ეს უნდა იყოს ფინიში რა ბულგარელი არბიტრი საინტერესო არის მალე ამოიწურება 97 წუთიც არ ვიცი, საჭთან ბევრი კითხვის ნიშანი. უნდა დაამთავროს არბიტრმა. კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ ჟუმაბეკის გატანილ გოლს. დაიხედა საათზე და უნდა დაამთავროს. დამთავრდა! გავიდა ქუთაისის ტორპედო. გილოცავთ, ყველას გილოცავთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველოს 4 კლუბი ეყოლება კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.